მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? მე კარგად ვარ. მადლობა. რაც შეეხება დღევანდელ ლაივს, ეხლა საზამთროს მივირთვევ და დავაფიქსირე ესეთი რამ რა. ნახეთ. ესე იგი, თებში მოცემულობაში, თებში აგერდევს და არის ესეთი რიტუალი ჩატარებული. ეხლა დავაფიქსირე, დედაჩემმა ეს თებშები შეიძინა და თან რეკლამას გავუკეთე და არც იცოდა ვერც დაინახა, იცის რომ მე მიყვარს ამბანზე მუშაობა და მუშაობა ამბანზე და მოკლედ ნახეთ საიდან დაიწყეს. ესე იგი, აგერ კურკები იქით გადავდოთ. ესეთი თებშები ალბათ თქვენს გექნებათ სახში, ახლა რაღაც არ ვიცი სად იყიდება, მაგრამ დედაჩემთან ვნახე და დავაფიქსირე ესეთი რამ რა, არ ვიცი თქვენ თუ დააფიქსირეთ. საზამთროს ჭამის დროს სამჯერ დევი ამოვიკითხე. პირველი იწყება აქედან. D, E, V და A. დევ. მერე მეორე დევი D, E, V. უფრო სწორედ მოდი ესე გავაკეთოთ. D, E, V. მეორე დევი არის D, E, V და მესამე დევი არის D, E, V. მოკლედ დევების სუფრაა გაშლილი და ეხლა რა ხდება აქ? აი ვცდილობდი რომ სხვა სიტყვებიც ამომეკითხა რა, რეალურად ეს დამთხევა არ არის, მეგობრებო, არ გიგონოთ. არ არის ეს დამთხევა, აქ რაღაცა რიტუალია ჩატარებული, რეალურად შეიძლება ადამიანმა ის უფრო იფიქროს, ვიდრე დამთხევა ილუზიაა. ხოლო რეალურად რასაც ხედავთ, ის არის ფაქტი. კიდევ არის T, P, Z. აკაც T, Z, V. აი არ ვიცი რა, დევი და დევი სამჯერ ამოვიკითხე, შეიძლება კიდევაც არის. არა, თან სამჯერო არის, ხოლო ძალიან საინტერესოა რა. ხო შეიძლება A, B, G, D, E, B, Z, T, I, K, L, M, N, ესე ხო დაიწყეს, ხო? და აი აქაც რატოს ის დევი ვერ გავიგე. კარგი, აქ A, B, G, D, E, B, Z, T, მესე შექმნა დევა, მაგრამ აი აქ რა უნდა მოდი A, B, G, D, E, V, Z, T. მივხვდი. A, B, G, D, E, V, Z, T. აი, მივედით ხარ-ხართან. მოკლედ, ჩვენს ანბანში ზის დევი. ერთი სიტყვით დევების ანბანი გვაქვს. აუ, რა მაგარი ინფორმაცია გავჭირდება აქამდე არ დამინახავს აუყელა დევიზის თურმე ჩვენ ანბანში. A, B, G, D, E, V, Z, T. დევზი და არა თევზი. ხედავ შენ რა საინტერესო ამბებთან მივედით. დევზი და არა თევზი. და თევზის ფხა თუ დევზის ფხა? საკითხავია. დევზე ზის ფხაო, ხო? მოდი ახლა განვიხილოთ. D, E, V, Z, T. დევს T, I. დევს T. დევს T. და ფხასაც წავიდა, აბა ფხა. P სად არის? P, X. PG. მოკლედ, რეალურად ჩვენს ანბანში თურმე ზის ერთი დიდი დევი, რომელსაც ვერ ვხედავდი და მე დავინახე დღეს მხოლოდ რა.
ABGD EBZT. აი ხო რომ წამეკითხა მეგონებოდი რომ ეს არის რაღაც რიტუალი და რეალურად შეიძლება ანბანის დიდი რიტუალია ნახე დევი და დევი სამჯერ არის გამეორებული ანბანი და ბოლოს ჰ-ზე მთავრდება ხო? HR-ზე მთავრდება, ანუ ჰ-ტრიალზე მთავრდება. და ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოდი გააგრძელეთ თქვენ სხვა ზოგიერები დაუწერეთ აქო და შეიძლება კიდევაც სხვა ასონიშნებით დაეწეროს. არ არის მთლად გამორიცხული. ესე იგი, საზამთრო და დევზი. დევზით. ნახე, თან რო გავშალოთ ახლა ეს სიტყვები არის დევზ ხო ზარია. ანბან განდონ, ენვინ, ზენ, არა ზარი კი არა და ზ არის ზენი, დევზენ. ზ არის ზენი, ესე იგი დევი არის ზენშიო, ზენთანო. დევი ზენთანო, ხო? დევი ზენთან. ნახე, ჩვენ ჰ ხო გვაკლია, ჰ მერვე ასოკერა. ანბან განდონ, ენბინ, ზენ, ჰემერვე და თან. ჰემერვე და თან. დევზ ჰე. რეალურად ხო? ანბან განდონ, დევზ ჰე თანო. ესე იგი, ვაფშე მაგ რაღაც გამიშვა. ეხლა მოიცადეთ, ყველა წამომიღია ჩემი საყვარელი სანსკრიტ ლაზარე. მოიცა. საზამთროს ჭამდი არ მაცალეს, საზამთროს ჭამა ამდემებმა. აი, ჩემი ციგნები. აქ, ჩემი საყვარელი ციგნები. რაღაცისკენ მივდივართ, აბა საით მივდივართ, დევებთან მივედით. იოტა გაიხსნა დევებთან მივედით, დევზეთან, ხო, გვეუბნება, რომ დევზეთან ვართო. ეხლა გადავალაგოთ აქ რაღაცა სუფრა მივიწიოთ. ჯახ და წავედით დევებთან. რეალურად ეხლა ჩვენ დავწეროთ ესეთი რამ, რა. ანბან განდონ, უბრალოდ ანბან განდონ, ენმინ ზენთან, ხო? ენმინ ზენჰე. მაგრამ თუ კი ჩვენ ანბანში მოცემულ აი ამ სიტყვას დევს პირდაპირ ინტეგრაციას გავუკეთებთ, აი ამ დევს ABGD EV დევი ხო არის სიტყვა. უკაცრავად. თუ კი ჩვენ ამ დევს ინტეგრაციას გავუკეთებთ და მხოლოდ ABG-ს ავიღებთ, ნახე როგორ გამოვა. რას გვეუბნება ჩვენი ანბანი და რა რიტუალია ჩვენი ანბანი. ესე დავწერ რა დაანი, ბანი და განი არის დევამდე, ხო? თუ ანბან განი არის დევამდე, თვითონ აბგაც ხო სიტყვა არის. სიტყვა აბგა ხო არსებობს. აბგა დევ ჰე. აბგა დევ ჰე თან. აბა კარგად გამახსენეთ ერთი აბგა რას ნიშნავს ზუსტად რა. მე არ ვიცი ზუსტად აბგას მნიშვნელობა და რაღაცა აბგონის აღება, ხო? აბგონი ეს რუსული სიტყვაა თუ ქართული, აბა? აბგონი. ეს ონი გასაგებია რომ ქართულია, ვერ იქნება ეს ვერც ერთ შემთხვევაში რუსული. აბგონი. ეს აბგ რა არის? აბგონი. აბა ერთი დედაჩემს კითხო თუ იცის ეგ სიტყვა რა არის? ხო, რა შეკითი? დედა. სად ხარ?
ერთი სიტყვით მე ხო ქართული კარგად არ ვიცი და შენ უნდა მითხრა აბგარას ნიშნავს. ნაჭრის ჩანთას აბგარა. აჰა, ჩანთას. ნაჭრის ჩანთას ნიშნავს აბგა. აჰა, ნახე ნაცარ ქექია ვის მოიკიდებს. ესე იგი, ნაცარ ქექიასთან მიდივართ, მოიცა. მეშოკში ჩაიდო, ხო? მეშოკში არ მოიკიდებს ნაცარ ქექია. ყველს რას კიდე? ნაცარს და სადგის, ხო ესია? აჰა, და დევებთან მიდისო. აუ, სად გავჭიდეთ და რა გავჭიდეთ ასე ხარ თქვენ ეს ღაფარი არ არის ხალხო, ეს არის ანბარის ისტორია. ესე იგი, ნაცარ ქექია გადაიკიდებს აბგაში საგზლად წაიღებს დევებთან, აგი მივედით დევებთან. ხალხო, რა ხდება? გამოვშტერდი, აი მართლა შოკში ვარ ეხლა. ნაცარ ქექია არის რეალურად ანბანის პირველი 900-მდე მოყოლილი ამბავი. და ეს ყველაფერი რისი დამსახურებაა? საზამთროს ჭამდი და აგერ დავინახე ეს რომ თურმე დევები ჩვენ გვიზიან ანბანში. კაი. მე რას გააკეთებს? აბა თუ წავიდეთ, აბა მივყვეთ. ნაცარ ქექიის ხაპარი თუ სულად განხორციელდება ჩვენს ანბანში, მაშინ უკვე ხალხო იცოდეთ რომ მაგარი კარი შევაღეთ და ძალიან მაგარი პორტალი გავხსენით. ესე იგი, აბგაში ნაცარ ქექია იდებს ნაცარს, ნაცარი, ანუ ცარი, სადგის, ხო, ესე არ არის სადგისი, ანუ სადგისიო, რაღაც სადგისი არის სადო, რაღაცა ტერიტორიასთან კავშირში, ნაცარი სადგისი და წყალი, თუ ყველი, ხო? ყველი. ყველი. სად მივდივარ ბიჭო. ესე იგი, ნაცარ ქექია აი, თითქოს და ეს ნაცარ ქექია არის ამ ანბანში ვინც იქექება. ეხლა ნახე, ნაცარ ქექია აბგს იღებს და მიდის დევსთან რა. აბგდ ევ და ჰე მერე. ნახე? აბგდ ევ და ზ ჰე. ევ და ზ ჰე. გასაგები აქ ჩაუმატოთ ზ. თან. ესე იგი აბგ აიღო ნაცარ ქექიამ, დევთან მივიდა, ზეჰენი ნახა და ზეჰენთან დგას. ანუ თვითონ ეს ზეჰენი ზეჰენთან ზენთან დგას, იმიტომ რომ ეს ჰე მერვე არ გამოითქმის, ისეთი სიტყვა არის. ჩამწკრივებულია ანბანშიო, ხო? სოფ. ხო, ზურგჩანთავ, აი დომნამაც მომწერა. ესე იგი ზურგჩანთაში უდევს, დევებთან მიდის და კიდევ ერთი თქმულება არ არის დევებთან სამდევთან რომ მივა. ეს რომელი ზღაპარია, აბა გამახსენეთ რა. პრინციპში აქ ერთი დევი წერია. დევებთან არ წერია, აქ წერია დევთან, ხო? ერთი დევი წერია, ანუ ნაცარ ქექიას რეალურად ნაცარ ქექიას ანბანია მოყოლილი აქ რა. ეხლა ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ეს სადგისი, კიდევ გამახსენეთ, სადგისი იღებს ყველს და ნაცარს, ხო ესია? მე სამ რაღაცას წაიღებს, როგორც მახსოვს, ხო ესია? ცისკარა. ცისკარაც ნაცარ ქექიასთან კავშირში, იმიტომ რომ აგერ ზენთან მივიდა ეს.
ეს პირველი დეკადა დასრულდა, ანუ პირველი ამბის მოყოლა დასრულდა. როდესაც მიდის დევებთან. მერე რა ხდება? დევი შემოისვავს ზურგზე და ცდის ნაცარქექიას, ეს რას მომატყუებსო? ეს ვინ არისო, რას მომატყუებსო და რას მომერევაო, ხო? ანუ დავითის ამბავია მოყოლილი რეალურად გოლიათს რომ ქვას გაუშვეს ცხვირში და თავში შუბში ხლეშს და მოკლავს, რეალურად ამბის მოყოლა არის ძალიან საინტერესო ისტორია, ხალხო ეს არქეტიპულად, ხო, ჩვენი ნაცარქექია არის დავითი. ქალს თმა როგორ ამშვენებსო, ხო? ხო? კინგ, ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, დავითი გოლიათს რო ერევა მხოლოდ რწმენით, დანარჩენი იქ არაფერი ძალასთან არ არის კავშირში, არც წვია-წამალთან, არც მოწამვლასთან, არც ავტომატთან, არც ატომურ ბომბთან, დავითი თავისი რწმენით პირდაპირ შუბლში ასვავს ქვას, ქუას. ეხლა, მაგრამ დავითი ქვით კლავს. ნაცარქექია დევს ერევა, ნახე სად გადააყვანინებს თავს, წყალს იქით გადააყვანინებს. წყალს იქით გადააყვანინებს თავს, მაგარი ტიპია. ნაცარქექია. აუ, ეგ ზღაპარი, ეხლა უნდა წავიკითხო, მე ზუსტ დეტალებში არ მახსოვს და ხო იცი ზღაპრებში კენჭს ესვის დავითი, ხო? ქვას, პეტერამ რგვალ ქვას, ქვით რო იცროდნენ, ესეთ ყორცნიდნენ რა და პირდაპირ გაარტყავს შუბლში. ჭკუა გონება და მოხერხებულობა, ხო? გაიხარე თამარ დაიგო. მადლობა თედო. მოიცა, ნაცარი არის რეალურად რაღაცა უკვე ტრანსფორმირებული წყალი, მიწა და თიხა. იმიტომ რომ შეშა არის ეგ. შეშა შედგება ტოტი რაღაცა მასა, რომელთაც რაღაცას წვავ, შედგება ცეცხლი, მიწა, ჰაერი და 4-ვე სტიქიისგან შედგება. შეშა, იმიტომ რომ ნაცარი ცეცხლის ნიადაგზე აღმოცენდება, შეიქმნება. რაც არ უნდა დაწვა, ცეცხლი უნდა დაანთო, თორე ისე ვერ დაიწვება, ხო? ესე იგი, ნახე, 4 სტიქია. 4 სტიქია, რომელიც ამ ნაცარქექიას თავისთან დააქვს. წაიღო. ეხლა სადგისი რა არის? ლითონი. მეხუთე კი არა და მეხუთე ელემენტი. ლითონი. ლითონი რისგან შედგება? არც მიწაა, არც წყალია. აი მეხუთე ელემენტთან მივედით ჩვენ ლითონთან. ლითონი. ეხლა ლითონი თავის თავში, ხო? მოიცავს აი ამ ასობგერა ლის. ასობგერა ლის შედგება აი ესე. 8 ინისგან ინი და ინი. აი ეს არის ინი ხო? ეს. ეხლა 8-ისგან რატო, ხო? 4-ს ხედავთ, ხო? აი ნახეთ, 8 რატო არის? 1 ინი. ეს ხო არის 1 ინი. 2 ინი. 3 ინი. 4 ინი. არა, უფრო მეტია. მოიცა, დავითვალოთ ეხლა რა. აი ესე დავითვალოთ. 1 ინი. მეორე ინი. მესამე ინი. მეოთხე ინი. მეოთხე ინი, ეს ხო არის 4 ინი. უყურე? ეხლა წავიდეთ. 1 2 1 და 2 ემატება აქ, ხო? 1 და 2, მეტი არ ემატება, ხო? 1 2
3 4 ეგ 4 4-ს მივუმატოთ 1 2 მივუმატოთ 2 ეხლა წავიდა აქ კიდევ სად დავითვალე ხო აქ კიდე ესი არის აი ესე ნახე 1 2 3 4 ეს კიდე 4 მივუმატოთ და კიდე რამდენი უნდა მივუმატოთ I არის I S O არისო I S O არისო ხო ამბობენ ანუ ნახე ლიში ზის ISO ISO არისო ძველი ოები მეგობრებო ესე იწერება რატო ვიცი იცით მე-18 საუკუნის ნაწერები როცა გამოვიძიე არსად არ მოიძიება ესეთი O ყოველთვის იწერება ესე ყოველთვის წერდნენ აი ესე O და ესე იგი I არის O ამოტრიალებული O ანუ რეალურად ჩვენ ფორმულა ვთქვი ISO-ს ხო დედოფალ რატო დედიკო გაგიშივ დემჩინი გუჩიჩუნა რაღაც მკითხვია მეტყობა ხო გაგივის დედიკო იცი აუ სად მივდივართ და ISO-სთან მივდივართ რეალურად იმიტომ რომ ლიში ზის ანუ ასობგერა ლიში ISO ზის აი უყურეთ რა ნახეთ ISO არისო აი ეს ნუ მოკლედ ეს ჯვარი ვეღარ შევქმენი რა აი ISO არისო ხო არის ნათქვამი და რა ხდება ახლა ჯვარი არის ეს ქანიც არის აქედან იწყება ქანი ნახეთ ISO არისო ქანთან მიგვიყვანა ISO და გახსნა დაიწყო ლითი ხო ლითი გაიხსნა დაწყო და თვითონ ლი ასობგერა შედგება 1 2 3 4 ინით 1 2 3 4 5 მოკლედ სულ 10 მეთქი ხო გითხარით 2 სადღაც იქნება დაფარული თქო და ვიპოვე ის 2 ანუ 8 ლისგან შედგება მეთქი 8 ლი არის ეს მეგობრებო ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 8 ლი არის იგივე ვარდიც იმიტომ რომ ვარდი არის 8 რვადი 8 კიდე არის აი ნახე ერთი სივრცე გაყოფილი 8 ხო აი ესე ეს არის 8 ეს ბორბალიც არის B 2 ბალი ანუ თვითონ ბორბალი არის სიმბოლო ასევე 8-ის ანუ 8 კიდე ვარდია და ვარდის სიმბოლო არის ქალური უმაღლესი ცნობიერების სოფიასი სოფია ხო IS არის O IS თუ O არის ესე იგი ქანთან მივყავართ თუ ქანთან მივყავართ IS რომელიც O არის ეს არის დაჯგუფებული ანუ ქანში ზის დედრი და მამრი ასობგერები I და O IO არის ღმერთი რომელიც შედგება ესე იგი 2 იმისგან სქესისგან დედრი და მამრისგან ანუ დედრი და მამრი ქანს წარმოადგენს რომელსაც ქვია რეალურად IO IO და IO კიდე არის 2 I გაერთიანებული არის
2i. ანუ ორი მდედრი ნაწილია გაერთიანებული თავის თავში. ხო, რომელიც კარია. ანუ კარი არის უნიონის. აი, უნიონის კარი არის. შემსვლელი და გამსვლელი. O არის 2i, ნახეთ. აი, დავწეროთ O, 1i და მეორე i. 1i და მეორე i. ეს არის 2i. 2, ანუ 2. თუ 2 ინი, ანუ in გაერთიანებული არის O-ში, გამოდის რომ ორი მდედრის გაერთიანება უნდა მოხდეს. ისე იგი როგორც ყოველთვის არქეტიპულად ლილიტი და ევა არის არქეტიპულად ორი სხვადასხვა პირი. და სხვათა შორის ლილიტზე ახლა ახალი ინფორმაცია გამოვიდა და მოვისმინე და დავიშოკე. ანუ რა ხდება ახლა ახალი ინფორმაციის მეშვეობით ლილიტი მოგიყვებით ახლა მაგ ამბავს, როგორცაც ლილიტის ამბავთან მივედით რა, იესოს სახით. ესე იგი, ნახეთ რა ხდება. არსებობდნენ ესეთი თიმები, ხო, რომ ადამიანები, რომლებიც სისხლთან ერთად იჯდნენ და ღამით ყვებოდნენ ხოლმე ესე იგი ამბებს და იყო ერთი ქალი, ლელა ერქვა იმ ქალს, რომელი ლელასთანაც უბრალოდ ამ ლელას ეკითხებოდნენ ხოლმე ჭკუას და არა მხოლოდ ჭკუას, ეს ქალი რაღაცით გამორჩეული იყო იმ თიმში. იმით რომ ამ ქალს ჰქონდა სიტყვის ძალა, რასაც იტყოდა ის მართლაც ხდებოდა ხოლმე. ეხლა რა ხდება? ჩამოვიდნენ ენკი და მეორის რა ერქვა? ენლილი. ესენი იყვნენ ანქელიოსები, რომლებიც ადამიანების სათვალთვალოდ ჩამოვიდნენ და დასაზვერად თავისი ხომალდით. ძმები იყვნენ ენკი და ენლილი, ღმერთებს რასაც ეძახიან. უკვდავებს რასაც ვეძახით. 6000 წელიწადი იყვნენ ისინი თავისი ხომალდით გზაში. და ბოლოს ჩამოვიდნენ დედამიწაზე, რომ ადამიანები ენახათ რა დღეში არიან. და როგორც დატოვეს ამათმა ადამიანები, ხო, ეს რაღაცა მხოლოდ ველურ არსებებად და მხოლოდ მუშებად და მხოლოდ მუშახელად დატოვილი. ნახეს, რომ ამ დაკვირვების ნიადაგზე ამ ადამიანებს შეეძლოთ აზროვნებაც და ძალიან შეცვლილები იყვნენ. დაკვირვების მომენტში ენკი და ენლილი როდესაც შემოვიდნენ უკვე აქ ატმოსფეროში, ხო, დედამიწასთან ახლოს, ამათმა საღამოთი დაინახეს, რომ რაღაც სინათლე შემოვიდა ადამიანებმა. და ლელამ თქვა, რომ ესენი არ არიანო, ეს ვარსკვლავი არ არისო, ეს არისო ისინი, ვინც უნდა მოსულიყვნენო. და მაგათ ეძახდნენ უცხო პლანეტელებს. უცხო პლანეტელები არ არის იქ ნახსენები. სხვა ქართულად რა უწოდო არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვანაირად არის ნახსენები, ის ღმერთები არიან, ვინც მოვიდნენო და ამათ თან ღმერთების ეშინოდათ ამ ხალხს. არ დაუჯერეს თავისმა თიმმა და ეს ლელა ადგა და წავიდა გაყვა ამ სინათლეს, სად დაჯდებოდნენ ისინი და აღმოჩნდა ისე რომ როდესაც მიდის აი ამ შუქთან, სადაც დასხდნენ ეს ენკი და ენლილი, დაინახავენ ისინი და ლელას გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ გადის, იმიტომ რომ დაბლოკავენ მთლიანად, სხეულს ვეღარ იმორჩინებს ლელა და მაგრამ გონებაზე არის. და ხედავს, რომ ამ ლელას ამოუღებენ მუცლის შიგნიდან რაღაცა ნაწილს და გაათავისუფლებენ და მე წამოვა ეს ლელა და მოყვება, რომ ესეთ რაღაცა ვნახეო რა და ამომიღეს რომ შიგნეული და რაღაცა და არ უჯერებს ახლა ეს ხალხი, რომ რაღაცა მოელანდაო, რა ვიცი, დავიჯეროთ, ვერ დავიჯეროთ, ბჭობს ახლა, დაიჯეროთ თუ ვერ დაიჯეროთ. და საქმე იმაშია, რომ ენკი და ენლილი შექმნიან ახალ კლონს. ეს კლონი ძალიან გავს ლელას და თან ისეთი ლამაზი არსება არის, რომ თვითონ ამ ენლილისაც იმდენად მოსწონს ეს ქრილება, რომ ვერ შეიკავებს თავს და წამოწდება, რომ რა ლამაზი ხარო ეტყვის პირდაპირ ამ ქრილებას და როდესაც ეს ლეილას კლონი გაიღვიძებს,
რა დავარქვათო იკითხავს ენკი თუ ლილი და პასუხსაც თვითონ გასცემს არ დაელოდება პასუხს რა და დავარქვათ ლილიტიო ესე ეტყვის რა და ანუ დაარქმევა რაკეთან ლილიტს. ეხლა ლილიტი არის, ლილიტმა გაიღვიძა და მხოლოდ ოთახს იცნობს. არ იცის საიდან მოდის, ვინ არის, რა არის. აზე არ არის. ხედავს ორ ტიპს და მხოლოდ იმათ ხედავს. და რადგან ლელას გენეტიკა აქვს აღებული, ლელას გენეტიკაში რაც ზის ცნობიერში, ის ახსენდება ყველაფერი და იცის. რაც ლელამ იცის, ის იცის ლილიტმაც. და მიდის ენკი ეჩხუბება ამ ენლილს რომ რატო გააკეთეო რა, ანუ ჩვენთან ვერ დარჩებაო ეს ისე და ცოტა უნდა გაუშვაო და ესეთი კამათი მოუვათ რომ ენლილი იძულებული გახდება რომ ლილიტი თავისი ქმნილება გააძევოს თავისი ხომალდიდან რა და თან ეუბნება ეხლა ცოტა ისეთი შეწუხებული თვალებით რომ არიგებს რომ აი ნუ შეგეშინდებაო ნურც ღამისო და ნურც ქარისო ნუ რაღაცებს არიგებს და ეს ლილიტი პირდაპირ გაუშვებენ ესე დაუცველს ამ ხალხთან. ეხლა ეს ლილიტი მივა ამ თიმში და ხედავენ რომ ორი ერთნაირია რა ლელა და ლილიტი. ხო და ანუ რა მოხდა ეხლა ნახე ლელადან გამოიღეს ნაწილი. ადამი და ევას მსგავსად არის რაღაც აქ მოთხრობილი. ლელადან გამოიღეს ნაწილი და შექმნეს ახალი კლონი. ეხლა ამ ორი ქალის გაერთიანება უნდა მოხდეს და იქ ერთიანდებიან ეს. ლელა ეუბნება რომ შენ მეხარო რა. ანუ შენ მე მგავხარო. შენ ჩემიდან შეიქმენიო და ის ლილიტი ეუბნება რომ მე შენ არ ვიცი მიხარო, მაგრამ მე ვიცი რომ სადღაცა ოთახში გავიღვიძეო და ესეთი აბაბი დამხვდაო რა და ხომ ხედავ რომ შენ მე მგავხარო. მაგრამ შენ მე არ ხარო, მოკლედ წავიდა ამ ორ ჭიდილში, შენ ჩემი ჭრდილი ხარო და ლილიტი ეუბნება მე თუ შენი ჭრდილი ვარო, მაშინ შენი ნაწილი ვარო და შენ უნდა მიმიღო მეო, იმიტომ რომ ანუ ვერ უარმყოფო, ხო ვარსებობო გესმის და ან აქ ხდება ესეთი არქეტიპული ჭიდილი. ორ ქალს შორის, აი ინი და ინთან მივედით, ხო იოსთან მივედით. იო არის ღმერთი, რომელიც გაერთიანებული ორი ქალისგან შედგება. ესე იგი გამოდის, რომ ლილიტი და ლელა ჭრდილი და რეალურად ვისგანაც წარმოიშვა ეს ლილიტი, ერთი ცნობიერების არიან. ლილიტი თავის, ანუ უკვე განვითარებაში ლილიტი უკვე იმ მომენტიდან, რომელი მომენტიდანაც შეიქმნა, ხო? ის თავის განვითარებაში უკვე თავის გზით მიდის, ხოლო ლელა სანამ ლილიტი შეიქმნებოდა იმ განვითარებაში, სადაც არის, ის განვითარება ლილიტშიც არის, მაგრამ მის მერე რა ხდება ლილიტში, ლელამ არ იცის. ხოლო ლილიტმა არ იცის ლელაში რა განვითარება მოხდა შემდეგ, მას მერე რაც შეიქმნა. სანამ ამოიღებდნენ მის ნაწილს, გესმის და ამ ორი არქეტიპის ლილი და ლელას გაერთიანება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თუ კი ესენი ჭიდილს დაიწყებენ ერთმანეთში, თავის თავს ებრძვიან. არა და ეხლა მოდი და ავიღოთ რა, პრინციპში მოვიდა ახლა მამაკაცი, რომელსაც ეს ლელაც მოეწონა და ის ლილიტიც და რა ქნან ეხლა ეს ლელა და ლილიტი ერთი და იგივეა, მაგრამ ერთ კაცს ხო ვერ გაიყოფენ არა. საინტერესო ამბებია მეგობრებო, მოკლედ ერთი სიტყვით ლელამ და ლილიტმა რაღაცნაირად საერთო ენა უნდა მონახონ, როგორ გაერთიანდნენ. საიდან სად მივედით ახლა დევებმა შექმნეს ლილიტი. ანუ დევები ვინ არიან? ის ცოტა მაღალი ტიპები არიან ესენი, ვინც ჩამოდიან ლილიტი როგორც ახასიათებს. ეს ლელა ხო ხედავს ამ დევებს, უცხოპლანეტელებს. და ეუბნება რომ ესეთი და ესეთები არიანო, ჩვენზე ცოტა მაღლები არიანო, რაღაცაო ესაო ისაო და ესენი ახლა ვერ იჯერებენ, რანაირად დაიჯერონ თვალით არ უნახავთ და ცოტა გაგიჟდაო ეს გოგო ქალი იტყვიან. არ და რეალურად მე ლილიტიც რო გამოჩდება, მე უნდა დაიჯერონ. აუ, სად მივედი, დედას მიცავარ, ახლა მივედი უმაგრეს რაღაცასთან. გუშინ მქონდა თან ეგ საუბარი. თამარის და თამარის გაერთიანება უნდა მოხდეს? ანუ თამარი პირველი და თამარი მეორეს იგივე არქეტიპულად და
არქეტიპულად ერთი და იგივე, ანუ რეალურად ვაუ, რა მაგარი რაღაც გაიჩიტა. რეალურად მე თამარი ხო ვერ ვიქნები, იმიტომ რომ თამარი იყო იქ, მაშინ სადაც დაასრულა განვითარება თამარმა, ის ცოდნა მე შეიძლება მქონდეს, მაგრამ მას არ აქვს ის ცოდნა, რაც მე ჩემში მერე განვითარდა. ხოლო მე არა მაქვს ის ცოდნა, რაც თამართან მერე განვითარდა. ანუ ოღონდ არსში ერთი და იგივეები ვართ. აი სად მივედით, მანდ მივედით. დიახაც. ანუ ჩვენ როგორც ლილი და ლელა, ლილიტი და ლელა ერთმანეთზე ჭიდავებიან ეს ლილიდან, თავიდან რა, რომ არა მე ვარ, ხა შენ მე ხარო, ეუბნება, როგორ ხარო შენ მე ვარო და მოკლედ ერთი სიტყვით ლილიტი უფრო იმისკენ არის, რომ ანუ მეო კი ვიღაცა ქმნილება ვარო რა, არ ვიცი ვინ ვარო, მაგრამ ხედავ რომ შენაირი ვარო რა. ხო, ხედავ რომ შენაირი ვარო, მაგრამ შენ არ ვარო, როგორ ვარო, შენ შეხარო და მე ვარო რა. აუ, სად მივედით? ესე იგი დევებთან არამეულია, ხო, სოფ, არამეულიდან უნდა გამოვიდეს ეს ორი ლილიტი. ეხლა ვფიქრობ, სად არის ეგ გასაკეთებელი? ერთ-ერთი მე ვარ, ხო, თქვა და ერთი არის ალბათ გამოჩდება, ალბათ თორე ისე სხვანაირად ორის შეჯახება და ეხლა როგორ გამოჩდება, ნახე? ერთს ქვია ლილი და ერთს ქვია ლელა. ანუ ლელა არ ქვია ორივეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელებშიც განსხვავებაა მათთან. ოღონდ აი მსგავსია. ლი და ლე. ი და ე არ შეცვლილი. ლ დარჩენილია. თ და თ. თა და ე. რეალურად ეს უნდა იყოს თ-სა და ასგან შემდგარი სახელი, რომელიც რეალურად უკვე არსებობს. და ორივე მოგწამლეს სვანეთში სხვათა შორის. რა საინტერესო ამბავია ეს ამბავი. ვახ, და ის ნაწილია იქ აკლდამაში რომელიც არის ნაწილი, რომელისგანაც შეადგინეს დევებმა რაღაცა ფორმა. და ეს ფორმები თვითონაც უკვირდათ რა განვითარებულანო, ხო ხედავო რომ მაგათ თავიანთი აზრი გააჩნიათ ეს ძმა ეკამათება რა. ისინი აღარ არიან ვინც დავტოვეთო ჩვენო 6000 წელი გავიდა იმის ვერ განვითარდნენ ეს ადამიანები და მათი აზრიც გააჩნიათო და რაღაცა აქვთ ისეთიო რა ჩვენ აღარ გვაქვს დავკარგეთო ეს ეუბნება ძმა-ძმას. ხო და ანუ ისევ და ისევ ქალში ხედავენ რაღაცას იმას, რაც არ აქვთ თვითონ. ო, ხედავ სად მივედით? ეს არის ო. და 8. ლიში არის 8. ლი არის მდედრი. რეალურად ლი არის მდედრი. ინის მდედრია. გავჰაკეთ მეგობრებო, ნაცარქექი მხედავთ სად მიგუყვანა? ანუ ქართულმა ანბანმა დევების ანბანი, ეს დევების ანბანია, აი პირდაპირ დამტკის და რომ ანბან გან დევი ზენთან. ანბან გან დევი ზენთანო რა. კიდე რას ამოვიკითხავთ? იკლა მნ იკლას მან ნარი იოტა ან აბგა დევი ზენთან იკლას მანი იკლას მანარი იოტა. იკლას მანარი იოტა. ოპა
ოპა ძაძის ხედავ ოპა ჟანრი სანტარი ჟანრი სანტარისო რა ამბებს გვიყვება ეს ნახეთ აბგა მოდი წავიდეთ აბგა დევი ზენ ი ზენთან ესე იგი აბგა დევი ზენთან იკლას მან მოიცადე მან არ იკლას მან არ იოტა ანუ იოტა არ მოიკლასო იო იკლას მან არ იოტა პარი რაღაცა მოპარა ანუ რაღაცას პარავს პარი ჟან რაეო ხო ჟან რაე სანი დავიღალე აზროვნებით ვინ დამეჭედა ახლა უკვე ესე იგი პარიო აჟარ აი პაჟარი შეიძლება მაგრამ პაჟარი რო არ არის ქართული სიტყვა არ არის არ ავიღოთ პარ ჟანრა ანუ რაღაცა ჟანრი მოპარა ჟანრი ანუ სცენარი მოპარა სცენარი არის მოპარული და სანიტარის პარ ჟანრა სანიტარი ჟანრა სანიტარი რა პარაო რა სანიტარი უნი უფარი ესე იგი პარა ჟანრა სანიტარი უფარი ქაღანი უფარი ქანი ფარქანი ხო თქვით უფარქანი ანუ ფარქარზეა საუბარი ჟანრზეა საუბარი რაღაცა დაწერა რეალურად რაღაცა იყო დაწერილი მერე მოპარა ვიღაცამ რაღაცა ანუ ესეც გასარკვევი რომ ვინ მოიპარა მითოლოგიის მიხედვით ვიცით რომ ამირანმა მოპარა ყამარი დევებს ხო ესეა ღმერთები დევები არიან ესე იგი ამირანმა მოპარა ცეცხლი დევებს ცეცხლი მოპარა აი პაჟარიო ხო პაჟარი მოპარა პაჟარი პარჟანი აგერ ვიცადე ერთი წუთით გაჩვენოთ რა პაჟანი და პაჟარი არის ერთი და იგივე როგორც ჩანს რა იოთა ონი პაჟარი მოპარა და მე რა პაჟარა სანიტარი პაჟარა სანიტარი ანუ ესე იგი პაჟარი იყო სანიტარის როლში ხო რაღაცას წმენდა პაჟარი როგორც ჩანს ცეცხლი რაღაცას წმენდა აქ იმ პაჟარზე არ არის საუბარი ჩვენ რო ავალთებთ ხოლმე ცეცხლს და მაგაზე არ არის აქ სხვა ცეცხლზე არის როგორც ჩანს საუბარი რომელიც იყო სანიტარის როლს ასრულებდა და
აი ხა მიხსნება რა რაღაცები და ერთად გავარკვიოთ რა ხდება საერთოდ რას გვიამბობს ეს ამბანი ხო და ხო მოპარა რეალურად ამირანის ამბავიც აქ არის ჩატეული ეხლა ეს ყამარი ვინ არის ყარი ყამარი არ არის ყამარი არამედ ყანარი უნდა იყოს ნახე ყანარი რატო უნდა იყოს იცით აი ჩვენ გვაქვს აი აქ ყარი და ეს აც რო გავხსნათ აქ ჩაემატება ანი ახო ანია ნახეთ ანია ნამდვილად ანია ყანარი და თუ აქ ფანქარი მოპარა ესე იგი ფანქარი იყო წერილი ფანქარი აგეთ დამიწერია კიდევაც თუ უნარში ფანქარი მოპარა ანუ უნარი არის უნარი ნხონარია ანუ უნარი მოპარა ფანქარის მეშვეობით და შევიდა ღანში საიდანაც მოიპარა ყანარი და შინ წამოიყვანა რა გინდა აწყობილია ყველაფერი რა მე საწავიდა აქ ჩინში გამოვიდა ჩინში ჩინარი ცანიო ჩინ ნხო არის ნარი აგერ ჩავამატოთ ჩინარი ცანი ანუ რადგან უკვე ეს პაჟარი ანუ ცეცხლი შინ წამოიღო უკვე ჩინში გამოვიდა რაღაცა ცანი ცნობიერება ხო და ძილიდან გაიღვიძა ვინ ძილში არის ძილში ვინ არის ღვიძილში ვინ არის ღანის ვინ ძილში არის ამირას ხო უჩიჩქნიან ღვიძილს ამირანი და წავიდა წილთან წილი ცნო გამოვიდა ძილიდან და გახდა წილი ვისი წილი დევების წილი ანუ ანქელიოსების წილი რა ანქელიოსების წილში ხო ავიდა და აქ რა წერია კრისტინა ჭარი არის ჭარხანი ეხლა ისიც მითხარით ჩვენს ქართულ ანბანში ჭარხალი სად არის მნიშვნელოვანი ჭარხალიც ის არის რა მოხსენიებული არის ქართულ ანბანში და არ მახსენდება სადღაც თალგამს რო ეჭიდებიან თალგამი და ამოაძრონ მივიდა ბებია მე შვილი მე კატაც მივიდა დაჟე ძაღლიც მივიდა ყველანი ჩაერთნენ ამ თალგამის აუღებაში თალგამი ჭარხალი არ არის აბა გამახსენეთ კარგად ესე იგი ჭარხანთან მივიდა რადგან წილი გახდა ამ დევების ხო წარმოიდგინე ანქელოზების ღმერთების წილი გახდა ეს ღვიძილში ვინც იყო ეს ამირანია თუ ტარიელი ოიცადე ერთი წუთი ხო არა ამირანი არ არის ყავყორნები რო უგორდნენ ღვიძილს ამირანი გამოიღვიძებს გახდება ღმერთების წილი და დაეჭიდება ამ ჭარხას თალგამს და თვითონ რადგან ვერ აძრობს წიეს და თალგამი ამოიღესო ვერ აძრობს მოიხმარება მას მისი ცოლი თუ არ ვიცი ანუ მთელი ოჯახია საუბარი რა მთელი ოჯახი ეხმარება თავის ძაღლიან კატიან ამ ზამოღებაში ანუ გაერთიანება მოხდა აქ უკვე მე მივდივართ ჭარხანთან და ხართანაც მივდივართ ხართან
ხან-ხარ და გადავიხარხარებ მე ალბათ სულ ყველა რა დებილობა ეს ზღაპარიო ხო და ჯანიც იქ გაჩნდება ჯარხალი არა ჭარხალი ჯანიც იქ გაჩნდება სადაც ხარი მოვა ან მთელი ოჯახი და ხარი ზალასთან მივივართ და ჯანი ხო გაჩნდება ანუ ჯანარი და ჯანის მერე არის ჰაე ჰოე უფალი ჰაე ჰოე ურფონლი უფალია ისევა აი ნახეთ აგერ მივიდა ჯანთან ჭარხალი თალგამი არ არის დედა ხო და აი აგერ რა გიყოფილვართ ჭარხალი ამოიღეს ხარის დახმარებით მერე გაჩნდა ჯანი ანუ ხარმა ჯანი მოიტანა და გადავედით ჰაეზე ეხო ენია ჰაენზე რომ გადავედით აქ გამოჩნდა უკვე ჰოე უფალი დავინახეთ ღმერთიც სად არის მოთავსებული გაიგეთ ღვიძლი გაღვიძებას ნიშნავს ხო იმიტომ ღვიძლს უკორტნიან ყვავყორნები ანუ ღვიძარია და იმ უკორტნიან რეალურად ძილში იმიტომ ყავთ რომ გაკავებული ყავთ ხელები ფეხები გაკავებული აქვს სხვათა შორის ძალიან საინტერესო მომენტი იყო რომ ხელები გაკავებული ხელები გუშინ ვიყავი ესე თერაპიაზე რა რომ რეალურად 24 კაცი ვიყავით და 24 კაციდან დაახლოებით 15-ივე თქვა რომ ხელები დამეკრუნჩხაო რა და ხელების დაკრუნჩხვა ნიშნავს ბორკილების მოხსნას ანუ რეალურად გუშინ ბორკილები მოიხსნეს საქართველო და ამირანმა ბორკილები მოიხსნა და ხარხარის გაჟღერდა სხვათა შორის გუშინ და გავაგრებული ვარ ეხლა ისეთ საინტერესო რაღაცა ჯანი მოვიდა გესმის ხარის მეშვეობით ხარ ანუ ვიღაცა უნდა თქვას ხარ რომ ვამბობ თქვათ თამარი ვარ უნდა თქვას ვიღაცა რომ ხარ მაგის დედავატი მართლა ხარ ხო ოღონდ ეს არ არის ის თამარი აი ლილიტისა და ლელას ამბავია გესმის ხარ თამარი ვარ ვერავინ ვერ უარყოფსო არა ვარ იმიტომ რომ ეგრე მქვია ანუ ძალიან საინტერესო მომენტია რა უნდა არ უნდა ადამიანს ვათქმევინებ რომ თამარი ვარ ვერ იტყვის რომ ვერ ვარ თამარი ვარ მქვია ანუ რეალურად ეხლა მე თამარ მეფე ვარ თუ თამარ მაგდალინელი რა ვიცი მე სადაური მაგრამ რეალურად თამარი მქვია ხო მაგას არ აქვს მნიშვნელობა იმის მერე რა მოდის თამარი ვარ ხარი ითქვა ჯანიც აქ მოვიდა ანუ ძალა ეძლევა იმ ადამიანს ვისაც აღიარებენ აღიარებასთან არის საკითხი და აიღო იარა ანუ ის ჭრილობა მოურჩინა ამირანს რომელი ამირანის გაკრული იყო ამდენი ხანი ხვამლის მთაზე თუ სადღაცა კავკასიის მთებში და მივედით ჰაენთან ჰაე ხო ვიცახით ხოლმე აი ბოლოს რაღაცას გაგვიკვირდება ან რაღაცა ამ დროს აეს როდის ვამბობთ აი და ამ აეს რომ ვამბობთ მე მოდის ოეს როდის ვამბობთ ხოლმე ანა ოე აი რაღაცა რომ უკვე გადააჭარბებს ადამიანი რო გადააჭარბებს კაი ეხლა გეყოფა ოე მე ვიდივართ უფალთან შო მივედით უფალთან გახსნილია პრინციპში ქართული ანბანი გახსნილი ნახე რა გავხსენი ანა ჩვენ ქართულ ანბანში დები როდის და დების ანბანი რო არის ეგ გავხსენი ეხლა ზუსტად პირდაპირ ეთერში რა და ძალიან გაკურებული ვარ მეც და ის ბორკილები გუშინ ჩემი საზამთრო ამირანის ბორკილებია რომელიც მოიხსნა ხო და ჩემო კარგებო გილოც ალბათ გვერდით ხედავთ საზამთროს ჭამამ რა იცის თამარ საზამთრო უყვარდაო და მაინც და მაინც საზამთრო გამახსნევინა დევების ამბანი ხო მაგრამ უყვარდა საზამთრო თამარ კაი წავედი აბა გაკოცეთ აი თურმე რატოა კარგი საზამთროს ჭამა ქართული ანბანის დევების თეფშზე
სამჯერ წერია დევი აქ გესმის და ეს რა დევების ის არის ამას ახლა რაღაცნაირი მაქვს მოკეთე და ვერ იმას დევების რიტუალია მეთქი რა და რა დევების რიტუალი თურმე ჩვენ ანბანში დევს ეს დევები აბა წავედი ჩვენს დევები ვართ ახლა უკვე აცი პატარა დევები საყვარელი დევები ვართ ჩვენ და საყვარელი დევები წავედი გაკოცეთ მაგრად მიხარია ახლა რა